ბათუმის 103 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად დამატებით 1000 ლარი დაიხარჯება. უბანზე მაჟორიტარებს შორის ხელახალი არჩევნები 29 ივნისს ჩატარდება. მანამ კი ერთი დღით ადრე უბანს 1500 ბიულეტენი მიეწოდება და ახალი კომისია შეიკრიბება. კომისია 7 დღის განმავლობაში იმუშავებს და ხელფასებისთვის CESCO 700 ლარს დახარჯავს. ბათუმის 79 საარჩევნო ოლქის იურისტის თქმით განმეორებითი კენჭისყრა საკრებულოს დაკომპლექტების ცვლილებებს არ გამოიწვევს, რადგან ბრძოლა ქართული ოცნების კანდიდატ თემურ ყურაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ მარინე ჩიხრაძეს შორის მიმდინარეობს. სხვა უბნების მონაცემებით ყურაშვილი კონკურენტს 650 ხმით უსწრებს. მალხაზ ბოლქვაძის თქმით 303 უბანზე რეგისტრირებული 1500 ამომრჩევლიდან 15 ივნისის არჩევნებზე მხოლოდ 456 მივიდა. აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩევლთა აქტივობა უფრო მცირე იქნება. შეგახსენებთ, რომ 103 უბნის შედეგების ბათილად ცნობა საიამ პროცედურული და ტექნიკური ხასიათის დარღვევების გამო მოითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 დღის წინ დააკმაყოფილა. საია სარჩელის საფუძველზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ქობულეთის 91 ოლქის 34 საარჩევნო უბანზეც. იქნება ხელფასების ჩათვლით სადღაც 1000 ლარამდე, არა უმეტეს 1000 ლარისა. ამ ოლქში ლიდერობს ყურაშვილი, რომელიც 600 მეტი ხმით უსწრებს ჩიხლაძეს და ერთადერთი შანსი აქვს ჩიხლაძეს, თუ 600 ხმას ამოქაჩავს ამ უბანზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში. თუმცა აი ეს გაუქმებული კენჭისყრა, რომელიც იყო 15-ში, მოვიდა 428 ამორჩეველი, ამიტომ დიდ აქტივობას არ ველოდებით.